დანიანი საშუალო კლასის გერმანულ ოჯახში გაიზარდა. მისი მშობლები მუდმივად მოუწოდებდნენ მას შრომის მოყვარეობისკენ და ამიტომ, როცა ის სკოლაში კარგ ნიშნებს მიიღებდა ან საოჯახო საქმეში მათ დაეხმარებოდა, ისინი ფულით აჯილდოვებდნენ. ამ ადრეულმა წახალისებებმა ის საკმაოდ ფინანსურად გონიერი გახადა და ჩაუნერგა მას პასუხისმგებლობის გრძნობა, რამაც მომავალში ბიზნესის კეთების უნარი გაამძაფრა. დენიენ ფეიერი ყოველთვის იყო დაინტერესებული ფინანსებით, ამიტომ მან გერმანიაში, ფრანკფურტში ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლაში მიიღო განათლება. სწავლის დასრულების შემდეგ დენიენმა დაიწყო მუშაობა უძრავი ქონების ინდუსტრიაში და ის იქამდე მუშაობდა, სანამ ქსელურ მარკეტინგთან პირველად ექნებოდა შეხება. იგი ქსელურ მარკეტინგს 17 წლის ასაკში გაეცნო, როდესაც ის სწავლასა და ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს ერთმანეთს უთავსებდა. როდესაც ქსელური მარკეტინგის იდეას გადააწყდა დენიენი, მან იფიქრა, რომ